კიდევ ერთი ნოვაცია საქართველოში ციფრული ხელმოწერა ინერგება ონლაინ რეჟიმში მოწერილ დოკუმენტსაც ისეთივე იურიდიული ძალა ექნება, როგორც ორიგინალ ფაქსიმილიას. მსურველებს ნებისმიერი წერტილიდან დოკუმენტის ხელმოწერა დისტანციურად ID ბარათის გამოყენებით შეეძლებათ. პროექტის პრეზენტაციაზე ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა პირდაპირ ეთერში ვთავთ რადისვას. ჩვენ მივეჩვიეთ უკვე იმას, თუ რამდენი რეფორმა ხორციელდება საქართველოში, მივეჩვიეთ იმას, რამდენ სიახლეს გვთავაზობს იუსტიციის სამინისტრო და ეს სიახლეები უკვე ძალიან მნიშვნელოვან წილად გახდა სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის, თავის მოწონების საშუალება ჩვენი უცხოელი მეგობრების წინაშე, მაგრამ სინამდვილეში ეს რეფორმები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან ინვესტორთან თავის მოწონების საშუალება. სინამდვილეში ყველა ეს რეფორმა არის ჩვენი საზოგადოების, მთლიანად ჩვენი მენტალიტეტის გარდაქმნის გზა. იმიტომ რომ 10 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ საზოგადოებიდან, სადაც ნებისმიერი დოკუმენტის დამოწმებას, რაც დღეს აქ ვიხილეთ, რაც ხორციელდება რამდენიმე წამში, ჭირდებოდა თვეები, ჭირდებოდა ძალიან ბევრ ჩინოვნიკთან მისვლა, ჭირდებოდა მათი ხვეწნა, ჭირდებოდა მუდარა რომ დაეჩქარებიათ და დროზე დაერეგისტრირებიათ ყველაფერი. და საბოლოო ჯამში ეს ფთავდებოდა იმით, რომ ჭირდებოდა ელემენტარულად ფულის გადახდა და გრთამი. აი ეს იყო 10 წლის წინ ჩვენი საზოგადოების სამწუხარო რეალობა. ვერც ერთი საბუთი, ვერც ერთი დოკუმენტი, ვერც ერთი ცნობა ვერ გაიცემოდა ცვალების, შეურაცხყოფის, დამცირების და გრთამის გადახდის გარეშე. იმ 10 წლის წინანდელი რეალობიდან, მაშინდელი მენტალიტეტიდან ჩვენ დღეს მოვედით აქამდე, რასაც ყველა ერთად ვისმენთ. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ტექნოლოგიური ასე ვთქვათ, პრეზენტაცია, ეს არ არის ოცნება ლამაზ მომავალზე, ეს არის ის რეალობა, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში ისარგებლებს და გაიმარტივებს ცხოვრებას. ეს არის რეალობა, რომლითაც ძალიან ბევრი ბიზნესი და ბიზნესმენი ამ ქვეყანაში ისარგებლებს და გაიმარტივებს ცხოვრებას. ეს არის რეალობა, რომელიც შეცვლის ამ ქვეყანას უკეთესობისკენ და იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა რეფორმა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩატარდა და გატარდა იუსტიციის სამინისტროშიც და სხვა სამინისტროებში და უწყებებშიც. დღეს ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას. ჩვენი გამოწვევები, რაც ჩვენ ხალხს აწუხებს, არის უმუშევრობა, არის სიღარიბის დაძლევა, არის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის დახმარება, ინფრასტრუქტურა. ვინმე შეიძლება იკითხოს ამ ფონზე საჭიროა თუ არ არის საჭირო ელექტრონული ხელმოწერა და იმ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აწუხებს ასეთი პრობლემები. ჩვენი ერთადერთი გზა არის სწრაფი განვითარება. ჩვენი ერთადერთი გზა არის გავხდეთ რაც შეიძლება თანამედროვე ქვეყანა. ჩვენი ერთადერთი გზა არის ვიყოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი თავს იგზნობს თუ თანაბრად არა, თუ დაჩაგრულად არა, ყოველ შემთხვევაში თანაბრად მაინც, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება ის სერვისები, ის ტექნოლოგიები, ის რეფორმები, რომელიც მათ საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ. აი ეს არის ჩვენი ნიშა, რომელიც ჩვენ უნდა დავიჭიროთ და ეს არის ჩვენი განვითარების პერსპექტივა. თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალიან წინ, ჩვენ ვიქნებით ძალიან უკან. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვიყოთ საშუალო ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, წლების განმავლობაში ვიფიქროთ ერთი და იგივე პრობლემების გადაწყვეტაზე. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიზრდებოდეთ და ვითარდებოდეთ წელიწადში 2 და 3%-ით. არ გვაქვს ამის ფუფუნება, იმიტომ რომ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, 8 წლის წინ განვითარება დავიწყეთ აბსოლუტური ნოლიდან. და თუ ჩვენ არ ვიქენით ძალიან წინ, ყოველთვის ვიქნებით ძალიან უკან. აი ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, ხანდახან გვაკრიტიკებენ, რატო ვჩქარობთ? ვჩქარობთ იმიტომ, რომ გადარჩენის შანსი ჩვენთვის არის სისწრაფე. გადარჩენის შანსი ჩვენთვის არის რეფორმები. გადარჩენის შანსი ჩვენთვის არის სოფლიო განვითარების წინა ხაზზე ყოფნა იქ, სადაც შეგვიძლია. და თუ იქ არ ვიქენით და თუ ეს არ გავაკეთეთ, ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, იქნება ეს დასაქმება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ამიტომ ის რაც დღეს კეთდება, არ არის რაღაც განყენებული რეფორმა, არ არის რამდენიმე ადამიანის შემოქმედების ან ფანტაზიის ნაყოფი, ეს არის ის კონკრეტული პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს და ბიზნესს ამ ქვეყანაში დაეხმარება. ისე როგორც ყველა ის სხვა რეფორმა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გატარდა ამ სისტემაშიც და სხვა სისტემებშიც. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ საქართველოს ყველა აღიარებს როგორც რეფორმების მოდელს. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ
გამჭირვალე შენობებს და ეს გამჭირვალობა არ არის არქიტექტურული კაპრიზი. ეს გამჭირვალობა არის კონცეფცია საჯარო სამსახურის. კონცეფცია იმის, რომ საჯარო სამსახური უნდა იყოს გამჭირვალე და არ უნდა ხდებოდეს იქ ზურგს უკან დახურულ კაბინეტებში მოთხოვნა და ქრთამის მიცემა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ამას. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ძალიან ბევრი ისეთი სერვისით და სამსახურით, რაც მიუწვდომელია ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანაში. ჩვენ ამ ყველაფერს მივეჩვიეთ, მაგრამ ამ მიჩვევის უკან დგას ძალიან ბევრი ადამიანის კონკრეტული შრომა და ძალისხმევა და მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტზეც და ყველა სხვა ასეთ პროექტზე მუშაობდა, დიდი მადლობა გადაუხადო მათი შრომისთვის. იმიტომ რომ მათი შრომის შედეგად ამ ქვეყანაში ადამიანები იცხოვრებენ უკეთესად და მათი შრომის შედეგად ადამიანებს გაუადვილდება ცხოვრება. მათი შრომის შედეგად ჩვენ გამოვედით იმ ორმოდან უბსკრულიდან, სადაც ვიყავით 10 წლის წინ და დღეს ჩვენი საჯარო სამსახურის სისტემა არის აბსოლუტურად სხვანაირი. ამიტომ მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტს ახორციელებდა და მინდა იმედი ვიქონიო, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი, ბევრი ჩვენგანი გამოიყენებს დღეს წარმოდგენილ ტექნოლოგიას, გამოიყენებს ციფრულ ხელმოწერას, რომელიც მართლაც დაწყებული საჯარო სამსახურში დოკუმენტ ბრუნვიდან და დასრულებული ელემენტარული ბიზნეს ოპერაციიდან შეთანხმებით ძალიან ბევრ სფეროში შეიძლება იქნეს წარმატებით გამოყენებული. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ ეს იყო პირდაპირ ჩართვა სასტუმრო რადისონიდან ციფრული ხელმოწერა იუსტიციის სამინისტროს ინოვაციის პრეზენტაცია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ჩვენ კი